საღამო მშვიდობისა, მე მაკაცინცაძე ვარ, თქვენ უყურებთ პირველ არხს და ჩვენს გუნდთან ერთად აქტუალურ თემას წარმოგიდგენთ. ქართული პოლიტიკის რეალობა საპარლამენტო არჩევნებიდან 6 თვის შემდეგ. მმართველი პარტია პარლამენტში, ოპოზიცია კი ისევ პროტესტსა და ბოიკოტში როგორი იყო და არის ხელისუფლების ოპონენტების გეგმები და რამდენად ეფექტიანია 6-თვიანი დიდი ოპოზიციური ერთობისა თუ კოორდინაციის მცდელობისთვის გაწეული სამუშაო. ვინ ყოფს და ვინ აერთიანებს იმ პოლიტიკურ აქტორებს, ვინც პარლამენტში მუშაობას, ქუჩის პროტესტი და სხვადასხვა ერთობა არჩია. რა პასუხი აქვთ იმ ამომრჩევლისთვის, ვინც მათ მხარი დაუჭირ, ან მათთვის, ვინც უკვე თვეებია დედაქალაქის მთავარ მოედანზე კონკრეტულ ნაბიჯებსა თუ სამოქმედო გეგმას ელოდება. ზურაბიშვილის ფაქტორი, პროტესტის ეფექტი და შეუმდგარი ერთობის შედეგი ვსაუბრობთ ოპოზიციის დღევანდელობასა და სამომავლო გეგმებზე. გადაცემის სტუმარია პარტია ლელოს პოლიტიკური საბჭოს წევრი თაზო დათუნაშვილი. თაზო, საღამო მშვიდობისა, ძალიან დიდი მადლობა, რომ მოხვედით ჩვენთან სტუდიაში სტუმრად. მოგესალმებით. თაზო, დავიწყოთ ბოლო ინფორმაციით. საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა ნანუკას ფონდის, პროსპერითი ჯორჯიასა და ერთმანეთისთვის დამფუძნებლების საცხოვრებელ სახლებში. მოკლე ინფორმაცია მაყურებლისთვის, ასევე სამოქალაქო აქტივისტების მარიამ გეგუჩაძის, მარიამ ბაჯელიძის სახლებსა და ადამიანის უფლებათა ცენტრის დირექტორის საცხოვრებელ სახლშიც. ადვოკატების თქმით, ამოღებულია ლეპტოპები და მობილური ტელეფონები. თავად ფონდების დამფუძნებლები ჩხრეკას მათ წინააღმდეგ მიზანმიმართულ დევნად აფასებენ, რაც შეეხება პროკურატურის განცხადებას. საბოტაჟის დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისთვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტებზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაყადაღებულია მათი საბანკო ანგარიშები, რომლებიც პროკურატურის ინფორმაციითვე მონაწილეობდნენ საზოგადოებრივი წესრიგის წინააღმდეგ ჩადენილი მძიმე დანაშაულისთვის ბრალდებული პირებისა და მათი ოჯახების წევრების ფინანსურ უზრუნველყოფაში, ისევე როგორც სამართალდამრღვევი პირებისთვის დაკისრებული ადმინისტრაციული ჯარიმების გადახდაში. განცხადება გავრცელა სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგობის პლატფორმამ, რომელთან კოორდინაციის ფარგლებშიც, რა თქმა უნდა, მოიაზრება ლელო. თქვენგან მაინტერესებს, რა არის თქვენთვის, თქვათ, მიუღებელი ერთის მხრივ საგამოძიებო მოქმედების ფორმა თუ გამოძიების შინაარსი? მოგესალმებით, ქალბატონო მაგა, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს, სოლიდარობის ინდესის პატიმრებს. თავიდან ბოლომდე ყველაფერი სიგიჟეა ამ ამბავში. დავიწყოთ იქიდან, რომ დღეს საქართველოს მოქალაქეებმა დაინახეს, როგორი შეიძლება ყოფილიყო ერთი ჩვეულებრივი დილა 1927 წლის თბილისში. დაინახეს, როგორ შეიძლება შეუვარდეს 7 წლის მცირეწლოვან ბავშვს და ორ სულ ქალს და მას დააბრალო ის სიგიჟეები, რომელიც პროკურატურის განცხადებაში ახლა თქვენ ახსენეთ. რომ საბოტაჟის სამშობლოს წინააღმდეგ ქმედებებში, რაღაცა ღალატში, რაღაცა უცხო ქვეყნის შპიონაჟში და მსგავს სიგიჟეებში ბრალდება ადამიანების, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, არა რაიმე გამოძიების საფუძველზე, ქალბატონო მაგა, იმიტომ რომ გამოძიება სინამდვილეში არ არსებობს, არაფერი გამოსაძიებელი მანდ არ არის, იმიტომ რომ დანაშაული არ არის. ანონიმკის საფუძველზე, ვატო შაქარაშვილის მიერ დაწერილი დანოსის საფუძველზე, ძველი ტერმინი რო ვიხმაროთ 27 წლისთვის დამახასიათებელი. ანუ საუკეთესო საბჭოთა ტრადიციებში ვატო შაქარაშვილი ვინმე და ვიღაც ნანა კაკაბაძე, რომელიც ახლა ვიღაცას რიტორიკულად ვამბობთ, მაგრამ თელმა საქართველოს მიწის რას წარმოადგენს ეს პაგონებიანი კგბ-ს თანამშრომელი, სამწუხაროდ ბევრ მსგავს ამბავში დამხვევი საქართველოს მოქალაქეების, ეს ადამიანები წერენ დანოს ჩვეულებრივ, შეხედეთ, ისინი წერენ და ამის საფუძველზე შემდეგ არა არსებობს ქალბატონო მაგა. ამიტომ ამბობ, შეხედეთ, რომ არსებობდა შეკითხვებზე, ან რეალურად რომ გამოძიება მიმდინარეობდეს, ვილაპარაკებდი სხვანაირად. ამას ხო მიზანმიმართულად გეუბნებით, შეხედეთ, მნიშვნელოვანია ეს იცოდეს ჩვენმა მაყურებელმა. რის გამო მოხდა დღეს ამ ადამიანების დაციოკება? იმის გამო, რომ თვენახევრის თუ 2 თვის წინ ვინმე ვატო შაქარაშვილმა და ვინმე ნანა კაკაბაძემ დაწერეს საუკეთესო საბჭოთა ტრადიციებში წერილი, რომლებშიც ადებდნენ ადამიანებს რაღაც სამშობლოს ღალატში და 1000 სიბინძურეში და უბედურებაში და ლონდონიდან ბომბეამდე გვირაბის გაყვანაში ბრალს და ამ ადამიანების დაწერილი აი ამ ანონიმკის საფუძველზე დაიწყო საქართველოს პროკურატურამ გამოძიება და შეუვარდნენ ადამიანებს სახში. ეხლა მიზანი რა იყო? მთელი ამ მიზანს ვინმე სხვა არ ჯერა ვატო შაქარაშვილს რამეზე რამე ინფორმაცია აქვს, ან მართლა რამე ადარდებს ხო თავად ადამიანებს, რომელიც რუსეთის სპეცსამსახურებში მუშაობენ, იმ ადამიანებს რამე ადარდებთ ამ ქვეყნის. ამის სხვა არავის არ ჯერა, მათ შორის არავის თქვენს
დამსახურებელს შორის აქ მთავარი იყო მას მტკიცებულებები ჭირდება. არა, მძიმე განცხადებები არ არის. შეხედეთ, როდესაც ადამიანები წერენ ანონიმურ წერილებს, ადებენ ადამიანებს ხელს, ყველანაირი საფუძვლის გარეშე ეს ადამიანები იქცევიან როგორც სპეცსამსახურის თანამშრომლები. ეს ადამიანები იქცევიან საუკეთესო საბჭოთა ტრადიციებში. ამას არ უნდა, ამას არავითარ მტკიცებულება არ უნდა. ეს არის ფაქტები, ეს არის ფაქტი ისტორიული ამ ქვეყნის, რომელიც ძალიან მძიმედ ახსოვს საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, იმიტომ რომ ყველას ყავს ოჯახში ერთი ადამიანი, მაინც თქვენს ქალბატონო მაკა მე მყავს ასეთი, ჩემი დიდი ბაბუა კონსტანტინე დათუნაშვილი, რომელიც აი ესე დახვრიტეს, იმიტომ რომ დააბრალეს უცხო ქვეყნებთან, ქვეყნის სპეცსამსახურებთან, საფრანგეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობა, ესე დააბრალეს. რატო? იმიტომ რომ მისმა დამ საფრანგეთთან ამანათი გამოუგზავნეს, სადღაც გაჭირვებულ მაშინდელ საქართველოში საჭმელი იყო და ამის გამო ეს კაცი დახვრიტეს. ასე დახვრიტეს სანდრო ახმეტელი, მიხეილ ჯოხიშვილი, უამრავი ადამიანი, რომელიც შეეჭირა წითელ რეპრესიებს. საფუძველი იქაც იყო ვიღაცების დაწერილი დასმენები, ვიღაცების დაწერილი ანონიმური წერილები და მსგავსი რაღაცეები. ეს მეორდება, შეხედეთ, ქართული ოცნება სამწუხაროდ დღეს 13 წლის თავზე მართლობის იმ ტრიუმფის მერე, რომელთაც 2012 წელს ეს ხელისუფლებაში მოვიდა და ჩვენმა უმრავლესობამ მაშინ მას დობა გამოუცხადეთ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა. 13 წლის თავზე ჩამოყალიბდა ხელისუფლებად, რომელიც არ ერიდება საბჭოთა მეთოდებსაც კი, არათუ ნაციონალური მოძრაობის 9 წლიანი მართლობის დროინდელ მეთოდებს, არამედ საბჭოთა წითელი ტერორის მეთოდებს არ ერიდება. პატარა ბავშვს სახში უვარდები დილის 8 საათზე. ეს პრობლემაა, ქალბატონო მაკა, ხო ხდებით ამაზე. ანგარიში საკმაოდ მძიმე განცხადება იყო, მაგალითად მე შემიძლია ხო წავიკითხოთ და არწმუნებული ვარ რომ მიცნობთ ხო ანგარიშის თანახმად პირთა გარკვეული ჯგუფების მოქმედებები იმართებოდა უცხო ქვეყნებიდან მომდინარე დაფინანსებით საპარლამენტო და არასაპარლამენტო კონკრეტული პოლიტიკური პარტიების ლიდერების და არასამთავრობო ორგანიზაციათა ხელმძღვანელების მიერ და ასე შემდეგ და იქ არის ვთქვათ ლიკვიდაციის გეგმებზე რომ განიხილებოდა მართული ძალის თანამდებობის პირების ლიკვიდაციის გეგმები და საპროტესტო მუხტისა და რადიკალიზმის განსაზრდელად დაგეგმილი იყო დამცავი ორგანოების თანამშრომელთა პროვოცირება დემონსტრანტებთან დასაპირისპირებლად, რასაც უნდა მოჰყოლოდა მსხვერპლი. ქალბატონო, თქვენ ხო არა გაქვთ იმის ილუზია, რომ რაიმე აი აქ ნახსენებ ფაქტებზე, რომელიც ახლა თქვენ წაიკითხეთ ციტატად სუსის ანგარიშიდან. რომელიმე აქ ნახსენებ ფაქტებზე, რომელიც სავარაუდოდ რაღაცა ხო 2024 წელს ეხება, მომხდარი ამბავია მათ ამ ანგარიშს რო დაუჯეროთ. რაიმე მტკიცებულება რო ქონდეთ ერთი მაინც მყარი ისეთი, რომელიც აი ამ ფრაზას რაიმე ფორმით ამყარებს. თქვენ ხო არა გაქვთ იმის ილუზია, რომ ქართული ოცნება არ გადადგავდა ქმედით ნაბიჯებს და აი ამ ყველაფერში დამნაშავე ადამიანებს არ არსებობს ასეთი რაღაცეები, ქალბატონო მაკა. შეხედეთ, როგორც არ არსებობს deep state, როგორც არ არსებობს გლობალური ომის პარტია, როგორც არ არსებობს ის კონსპირაციის თეორიები, რომელშიც აცხოვრებენ ქვეყანას, რომელიც დღეს ეკონომიკური თვალსაზრისით სულ ზღაფავს. საქართველოს საშუალო მოქალაქე დღეს იბრძვის ყოველდღიურად საქართველოს საშუალო მოქალაქე ქალბატონო მაკა დღეს ებრძვის ყოველდღიურად შიმშილს უამრავ სოციალურ პრობლემას იმას რომ სკოლაში ბავშვი უშვებს 47% საქართველოს მოქალაქეების რომელსაც შვილები ყავთ საჯარო სკოლაში კვლევებში ეუბნებიან ინტერვიუერებს რომ მათ არ აქვთ საშუალება რომ დღის განმავლობაში შვილს 3 ლარი მაინც გაატანონ იმისთვის რომ შუა დღეს გამოიყვებონ და მშივრები არიან მშიერია მესამედი ბავშვი არა ქალბატონო მაკა ეს არ არის სხვა საკითხები არ არის იმიტომ რომ ეს ხო უნდა გვესმოდეს ჩვენ გვიყურებს ასეთი ადამიანი უმრავლესობა მე და თქვენ ახლა ვინც გვიყურებს არიან ადამიანები რომლებიც თვიდან თვემდე დენისა და გაზის გადასახადს ვერ იხდიან და ამისთვის არ ვიცი კრედიტი ჭირდება თან ვალის აღება ნათესავიდან ჩვენ გვიყურებენ ადამიანები რომლებიც შვილებს სკოლაში ვერ უშვებენ გამოკვებილს და ისე განათლებას ვერ აძლევენ ჩვენ გვიყურებენ ადამიანები 700,000-ზე მეტი ადამიანი რომელიც 200 და 300 ლარიან შემწეობაზე არის დამოკიდებული დღეს საქართველოში ჩვენ გვიყურებენ ადამიანები ახლა მე და თქვენ 800,000-ზე მეტი პენსიონერი, რომელსაც მიზერული პენსია აქვს და წელს 35 ლარით გაიზარდათ მხოლოდ პენსია და ამ ადამიანებს, როდესაც 13 წლის მანძილზე ვერაფერი ვერ გაუკეთეთ, თან პარალელურად იძახი, რომ ორნიშნა ზრდა გაქვს, რომ წინა წელს 11-9%-ით გაიზარდა შენი ეკონომიკა, რომ ყველაფერი ყვავის. ოღონდ საქართველოს მოქალაქეები ამას ვერ ხედავენ. არა, შეხედეთ თავალ ადგილას მივდივარ. ამაზე შემდეგ ვილაპარაკოთ, მაგრამ თავარ ამბამდე მივდივარ, ქალბატონო მაკა. შეხედეთ, როდესაც ადამიანებს ეს პრობლემები აქვს, ჩვენ 13 წელი ხელისუფლებაში
ვიყავ, ქართული ოცნება ხარ. 9 წლიანი სისხლიანი უბედურებიდან გამოიყვანე ქვეყანა. გმირად მოხვედი ფაქტიურად ხელისუფლებაში. 13 წელი გავიდა. 13 წლის მანძილზე ამბობ რომ ეკონომიკური ზრდა გაქვს. ოღონდ 700.000 სოციალურად დაუცველს კიდე ხალხი ემატება. იცით ქალბატონო მაკაროვ, წინა წელს თუ 300.000 იყო იმ ბავშვების რაოდენობა, არასრულწლოვნების რაოდენობა, რომელიც სოციალურ შემწეულობას ითხოვს, წელს 375.000 არის. 75.000-ით გაიზარდა ბავშვების რაოდენობა, რომელიც ფაქტიურად შემშილში არიან და სოციალურად დაუცველის დახმარებას ითხოვს. სად არის ორნიშნა ეკონომიკური ზრდა? ხო არ არის, ამიტომ ეს რო არ არის. დამთავრე ფაზას თუ შეიძლება რომ მივხვდეთ რატო ვამბობ ამ ყველაფერს. შეხედეთ, როდესაც ამაზე სალაპარაკო არ აქვს ქალბატონო მაკა ხელისუფლებას. ხო თავხდებით ამაზე ვერაფერ სისტემურ პასუხს ვეცებთ. აგერ გეყოლებათ ხელისუფლების წარმომადგენელი ჩემს მერე რომელსაც თქვენ გადაცემებში რაღაცა ჩვევა აქვს რომ მე მლანძღოს ხოლმე ჩემს მერე რომ მოგა იმედი მაქვს რომ ახლა იგივეს არის კადრებს. კითხეთ მას, შეხედეთ რამე პასუხი აქვს, აი რაც ჩამოვთვალე ამაზე. რას ეუბნება 75.000 დამატებით ბავშვს, რომელიც სოციალურად დაუცველთა სიაში დაემატა. არაფერი სათქმელი რო არ აქვს, ეხა დაჯდება ის, როგორც მთელი მისი პარტია, იმიტომ რომ მესიჯ ბოქსი აქვს ესეთი ეხა ამ ადამიანს არავითარ შეურაცხყოფას არ ვაყენებ. დაჯდება და დაიწყებს ლაპარაკს ამაზე, რომ ვიღაცები რაღაცა საბოტაჟს აწყობენ, რომ გლობალური ომის პარტია ებრძვის მარტო ბიძინა ივანიშვილს, რომ ისა რა ქვია, deep state-ი ებრძვის მარტო იმას, როხანაშვილს და კობახიძეს და სიგიჟეა ეს ყველაფერი. ხომ არ იქნებოდა უმჯობესი, რომ გებრძოლათ პოლიტიკურ ბრძოლას გულისხმობ, რა თქმა უნდა, საკანონმდებლო ორგანოდ. ყველა ბრძოლას ქალბატონო მაკა აქვს თავისი წესები. პოლიტიკური ბრძოლის მთავარი პოლიგონი და არეალი და ის რა ვიცი, ესტრადა თუ რაც გინდა ის დავარქვათ, არის არჩევნები. ხო თავხდებით ამაზე. არჩევნები საპარლამენტო წვითავს პოლიტიკური ბრძოლის ველზე როგორი იქნება კონფიგურაცია. თქვენ და მე თუ ამ არჩევანს წაგვართმევენ, თუ გვეტყვიან რომ ის როგორც თქვენ გადაწყვიტეთ ეს არჩევნები და ეს შეხედეთ აქტუალური საკითხია რამოდენიმე დღის წინ ეუთოს გენერალურმა მდივანმა დაამთავრა ამ ქვეყანაში ხო თავის ვიზიტი. ეუთო ის ორგანიზაცია რომელმაც 2024 წლის ოქტომბრის არჩევნებს უწოდა რომ ეს იყო არჩევნები რომელიც ჩატარდა ამომრჩეველზე ზეწოლის პირობებში, სახელმწიფო რესურსების არასწორად გამოყენებაში და არათანაბარ არაკონკურენტულ გარემოში. ასე შეაფასა არაკონკურენტულ გარემოში ესე უწერია ეუთოს. ასე შეაფასა ეუთო. შეგვიძლია ამოვიღოთ. რა თქმა უნდა, ამოიღეთ სამივეზე პასუხს ვაგებ მთელ ამ დასკვნაზე, რომელიც ეუთომ გაკეთდა. ეუთომ თქვა რომ ეს იყო ცუდი არჩევნები. შეხედეთ, ასეთი შეფასება ქალბატონო მაკა თქვენ ჩემს დიდი ხანია ალბათ აკვირდებით ამ ქვეყანაში საარჩევნო პროცესი, იმიტომ რომ დიდი ხანი ჟურნალისტი ხართ, მე მივიდრე პოლიტიკას. ვაკეთებ თქვენ ხო კარგად ის თუ ასეთ შეფასება როგორც წელს ამ არჩევნებს ქონდა. ეუთოს არასდროს არ გაუკეთებია საქართველოს არჩევნების. ასეთი არჩევნები არის გაყალბება ჩემი თქვენი და საქართველოს მოქალაქეების არჩევანი. ჩვენ პარლამენტში რამე ახირება გემოვნების საკითხი კი არ არის. ჩვენ არა ვართ გემოვნების გამო. ამ საქმეს რაღაცა კომფორტის ზონიდან კი არ ვაკეთებთ, იმიტომ რომ არ გვინდა არ შევდივართ. არ შევდივართ, იმიტომ რომ საზოგადოებამ დაინახოს თავარი. არა, ეს კითხვა ხო იყო და აი პასუხობთ ამ კითხვაზე დავასრულებ, რომ ჩვენმა მაყურებელმა ბოლომდე გაიგოს რაზე არის ლაპარაკი. შეგვიძლია არჩევნები გაყალბდა, ხო? ხო, ჩვენ ეუთო ამას ამბობს, ჩვენ ამას ამბობთ, თელი საერთაშორისო თანამეგობრობა ფაქტია რომ არ აღიარებს ხელისუფლებას, რომელიც ამ არჩევნების შედეგად დაჯდა პარლამენტში. შესაბამისად, ეს არჩევნები არ იყო კონკურენტულარიანი, ეს არჩევნები არ იყო ჩვენი მოქალაქეების არჩევნები და შემდეგ დაჯდა ამ ხელისუფლებას და ვერ გაიგებთ რა არის ჩემი პასუხი. არა, შეხედეთ, დავამთავრე ფაზას და შემდეგ მაკითხოს თან ვერ გავიგე კითხვა. შეხედეთ, ჩვენ არ მივიღეთ იმ პარლამენტში მონაწილეობა და იმ პარლამენტის შეკრებაში, რომელიც გაყალბებული არჩევნების შედეგად შეიკრიბა. იმიტომ რომ ჩვენ ვართ პასუხისმგებლიანი ხალხი და იმ 200.000 ამორჩეულს ძლიერი საქართველო და იმ 200.000 ამორჩეულს რომელიც ჩვენ ხმა მოგწა, ჩვენ ვერ მოვატყუებდით და ვერ მოვატყუებდით საერთაშორისო თანამეგობრობას. ვერ მოვატყუებდით ქალბატონო მაკა 86% საქართველოს მოსახლეობის, ვისაც ნაცნობი აქვს რომ მას ევროპა უნდა. ამიტომ არ შევედი. ამიტომ ეს ტრიბუნა, რა თქმა უნდა, საპარლამენტო ველი არჩევნების მერე არის საპარლამენტო ის ტრიბუნა და ის ადგილი, სადაც პოლიტიკური პაექრობა უნდა მიდიოდეს, მაგრამ როდესაც არჩევნები გაყალბებულია და ის არჩევნები არ ასახავს საქართველოს მოქალაქეების ნებას სრულფასოვნად, ის პარლამენტი მარტო იმიტომ რომ ჩემთვის კომფორტული არეალი შეიძლება იყოს იქ სადებატოდ, ვერ ვიზამ ამას, იმიტომ რომ ეს არასწორია საქართველოს ისტორიის წინაშე არასწორი საქციელი იქნებოდა. ამიტომ არა ვართ ჩვენ ამ პარლამენტში და ამიტომ ვითხოვთ ახალ საპარლამენტო არჩევნებს, იმიტომ რომ ხო ხედავთ გასაგებია 6 თვე გავიდა საპარლამენტო არჩევნებიდან, რა პროცესი მიდის ოპოზიციაში, ეს მაინტერესებს. იმის გათვალისწინებით, რომ თვალსაჩინოა, რასაც უყურებთ, მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით, რომ საბაზისო საკითხებთან მიმართებაშიც კი არ არსებობს ერთიანი პოზიცია.
რაც გულისხმობთ ქალბატონმა. მაგალითისთვის შემიძლია გითხრათ ის, რომ არსებობდა ერთგვარი შეთანხმება, თითქოს რომ კომისიაზე არ უნდა მისულიყო არავინ, მათ შორის ხაზარაძემ და ჯაფარიძემ გადაიხადეს გირაო, რომელიც მივიდა და არაერთი თქვათ მსგავსი შემთხვევა ყოფილა. და თქვენი გარმოგწონთ? რომ ოპოზიცია ვერ თანხმდება ყველაფერზე. მოგახსენებთ ის რომ ერთიანობა არ არსებობს ოპოზიციაში და ეს ფაქტებია. რა ხდება ხო? კითხვა ის რომ მთელ პოლიტიკურ ველზე რა ხდება და რა ვითარება არის. ერთის მხრივ ვითარება არის ძალიან მარტივი. აქცია, რომელიც თავარი გამომწვევი არის ამ პოლიტიკური კრიზისის, რომელიც შედეგი იყო იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ არა მარტო არჩევნები გააყალბა, შემდეგ გაყალბებული არჩევნების მერე ხო პატარა ექსკურსი გავაკეთოთ დროში, ამ გაყალბებული არჩევნების საფუძველზე გამოვიდა ერთი თვის თავზე და თქვა, რომ გადაწყვიტა ესე და თქვა, რომ მას აღარ უნდა მოლაპარაკებების გაგრძელება ევროკავშირთან. ხო ისე იყო, რამე ხო არ მეშლება ქალბატონმა. ხო ეგრე იყო. ანუ საქართველოს მოსახლეობის 86%-ის არჩევანი ქალბატონმა გაგახსენებთ ამასაც დაწმუნებულად თქვენს გახსოვთ, მაგრამ გაგახსენებთ საქართველოს ქართული ოცნების სლოგანი 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე იყო ღირსებით ევროპისკენ. გახსოვთ ხო ის ბანერები, სადაც ნახევარი ევროპის დროშა ეხატა. ამ პარტიამ, რომელმაც აი ამ საფუძველზე თავისი ელექტორატი შეკრიბა და მოიყვანა არჩევნებზე, პირველ რიგში ხო თავის ელექტორატს მოატყვა ქალბატონმა ხო? როდესაც ამას იძახი, შენ არჩევნებზე გამოდიხარ სლოგანით, რომ ღირსებით შევალთ ევროპაში. ანუ ეუბნები, რომ მე ამ მანდატის მანძილზე 2024-დან 28 წლამდე თუ ჩამაბარებთ ხელისუფლებას, მე გამოვალ და ამ ქვეყანას წავიყვან ღირსებით ევროპისკენ. ხო თანხმდებით, რომ ამას გულისხმობს ეს? როდესაც ამბობ, რომ 2024 წლის არჩევნებზე ამბობ, რომ ღირსებით წავიყვან ამ ქვეყანას ევროპისკენ. ხო მაგას გულისხმობს ეს? რამე ხო არ მეშლება? ანუ შეხედეთ ეგ და ეგ არის ხო საფუძველი, ხო ვიცით, სოციოლოგია ხო ყველას გვესმის, ხო? სოციოლოგია ამბობს, რომ 86% საქართველოს მოსახლეობის არის პროევროპელი, უნდა საქართველოს ხილვა ევროკავშირში. კონსტიტუციაში ჩავწერეთ თან ეგ ყველაფერი. ერთი თვის თავზე რაც ხელისუფლების უზურპაცია მოახდინა ქართულმა ოცნებამ, გამოვიდა და თქვა, რომ 28 წლამდე მოლაპარაკებებს აღარ გავხსნითო. ეგ რას ნიშნავს შეხედეთ ქალბატონმა? თავისი ამორჩევლობის აბსოლუტური უმრავლესობა არა. თავისი აბსოლუტური არა. შეხედეთ თავისი ამორჩევლის აბსოლუტური უმრავლესობა ჩემ ამორჩეველს ქართულ ოცნებებს მე ჩემ ამორჩეველს მე დაველაპარაკებ. ოღონდ თავისი ამორჩეველის აბსოლუტურ უმრავლესობას უთხრა, რომ მოგატყუეთ. ღირსებით ევროპისკენ კი გითხარით, მაგრამ ეგ იქნება შემდეგ მანდატზე და შემდეგი მანდატი ამ არჩევნებს არ ეხებოდა. მოატყუა საკუთარი ამორჩეველი. შესაბამისად გარეთ არის აქცია, რომელიც 150 დღეა რამე პრობლემას არ უქმნიდეს ქართულ ოცნებას, ხო ეს აქცია, ეს პოლიტიკური კრიზისი. ამ ყველაფერს ხო არ იკადრებდა, რაც ცეხე კადრულობს. ამ 150 დღის მანძილზე ყველა მეთოდი გამოიყენა. 453 დადგენილება და კანონიდან, რომელიც პარლამენტში მიიდო, ალბათ მიიღეს აი ამ პერიოდის მანძილზე, უზურპაციის მანძილზე, ალბათ ნახევარი ეხება ისეთ საკითხებს, რომელიც ზრუნავს აქციის მსვლელობას. რომ ბევრი დრო არ გვაქვს. არა, მესმის უბრალოდ ამის თქმა მინდოდა, რომ ეს მოვჩი, ოღონდ ეგ არის მთავარი. ქართულ ოცნებასთან მიმართებაში თქვენი კრიტიკა, თქვენი დამოკიდებულება. მე მაინტერესებს, როდესაც ამბობთ იმას, რომ აი მაგალითად ხელისუფლებას ეშინია იგივე იმ ადამიანების, რომლებიც რუსთაველზე არიან შეკრებილები, ეს არის ერთი ფაქტორი, ერთი საკითხი. კი ბატონო, გნებავთ პროცესის ეს თქვენი განცხადება, მაგრამ თქვენ რას აკეთებთ? ეს არის საინტერესო. რა გეგმები გაქვთ? ჩემ განცხადება არის ეგ რეალობა. მიმართებაში. ხო, მაგას ვამბობდი უბრალოდ, ხო, მითხარით, რომ დრო არა გვაქვს. მაგას ვამბობდი, შეხედეთ, ეს 150 დღე არის, ეს აქცია არის რუსთაველზე. აქ არაფერი არ იცვლება. ზოგ დღეს ბევრი ხალხია, ზოგ დღეს შედარებით ნაკლები, ოღონდ იქ აქცია ყოველ დღე არის. 150 დღეა ეს აქცია გრძელდება. ეს აქცია არის შენარჩუნებული. მეორეს მხრივ ჩვენ გვაქვს საერთაშორისო არაღიარება. არც ერთ დედაქალაქში, რომელიც მნიშვნელოვანი იყო ყოველთვის დამოუკიდებელი საქართველოს პირველივე დღიდან არსებობის, არც ერთ იმ დედაქალაქში, რომელიც ჩვენთვის მნიშვნელოვანია და ჩვენი მთავარი მიზნისთვის, ამ ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის მნიშვნელოვანია, არც ერთ ამ დედაქალაქში ქართულ ოცნებას არ აღიარებენ დღეს როგორც საქართველოს ხელისუფლებას და პირიქით სანქციებს უწესებენ მაღალი თანამდებობის, პოლიტიკური თანამდებობის პირებს. საქართველოს მინისტრები ყავს სანქცირებული, მათ შორის საქართველოს შინაგანსაკუთრების მაგნიტსკიაში. რა მნიშვნელობა აქვს, რომ ერთობა არ არის? ამაზე სხვა შორის ქალბატონმა კომისარმა ეხლა ლაპარაკა. რა მნიშვნელობა აქვს, რომ ერთობა არ არის? შეხედეთ, ის რომ ბუდაპეშტში ამას არ ეთანხმებიან, ეგ ხო იმას არ ნიშნავს, რომ მაკა ბოჭორიშვილი ან საქართველოს პრემიერ-მინისტრი ახერხებს ბრიუსელში, ლონდონში, პარიზში ან ვაშინგტონში ჩასვლა. სამწუხაროდ ამას ვერ ახერხებს. სამწუხაროდ ამას ვერ ახერხებს. არც ერთ შემთხვევაში არ გეგმავთ, რომ რაიმე ფორმით
ვაკნინებ, ოღონდ ბატონი ორბანი ძალიან ბევრი ემპირიული და აკადემიური დაკვირვების საფუძველზე შეიძლება ითქვას, რომ დღეს ასრულებს პუტინის სატელიტის როლს, რუსეთის სატელიტის როლს ევროკავშირში. შესაბამისად, მისი მხარდაჭერა, ჩემი აზრით, ქვეყანას რომელსაც ამ კონტექსტში მაშინ შეგვიძლია ტრამპის განცხადებებიც გავიხსენოთ ორბანთან მიმართებაში, უბრალოდ თემას ავწევთ. არა, რატო კაცო, ტრამპის ამბავი სხვა არის, ეს კონკრეტულად ჩვენ საუბარს ეხება. თუ გინდათ იმაზეც ვილაპარაკოთ, კი იცით რომ მაგის პრობლემა არ მექნება, მაგაზეც ვილაპარაკოთ, თუმცა აქ მთავარი ის არის, რომ არც ერთ ამ დედაქალაქში არ აღიარებენ. ანუ ტრამპის, ორბანის და პუტინის პოლიტიკა ერთმანეთს ემთხვევა, ანუ ამ კონტექსტში არა, არ მეთქვია, არ ემთხვევა, შეუძლებელია რომ ტრამპის პოლიტიკა და ტრამპის და ორბანის პოლიტიკა ემთხვევა. არ ემთხვევა ტრამპის და ორბანის პოლიტიკა ერთმანეთს და თუ გინდათ გეტყვით რა შეარემთხვევა. ორბანი არის ჩამოყალიბებული ავტოკრატი. ორბანმა თავის ქვეყანაში შეზღუდა მოქალაქეების ინდივიდუალურ თავისუფლებას. თუ ამდის მეკითხებით გაუტონ მაგადა. თუ მეკითხებით მე ხო არ წამოშთები ისე რომ არ მესმის დეტალურად მესმის ეგ საკითხი და შემიძლია დიდი ხანი ვისაუბროთ იმაზე, რატო არის ორბანი სხვანაირი და ტრამპი სხვანაირი. თუ გნებავთ ვისაუბროთ. წინასაარჩევნო პერიოდში ხომ მქონდა ტრამპს ნათქვამი და განაცხადი გააკეთა რომ ორბანი იყო მისი ორბანი იყო ერთგვარად ორბანი იყო მისი ერთ-ერთი დასაყრდენი არა ერთ-ერთი მოკავშირე. როგორც ჯორჯია მელონი იყო მისი მოკავშირე. ოღონდ ეგ ხო იმას არნიშნავს რომ ისინი ერთნაირები არიან ან ერთ პოლიტიკას ატარებენ. ორივე კონსერვატორია, ამას გულისხმობთ. კი, ისინი კონსერვატორები არიან, ქართული ოცნებისგან განსხვავებით. ქართული ოცნება სოციალისტური პარტია არის. სოციალისტური ინტერნაციონალის წევრია, რო იცოდეთ. ისინი ერთმანეთს გვიან, ოღონდ პუტინი როგორ შეიძლება პუტინს ტრამპს გავდეს. თავისუფალი სამყაროს ლიდერი როგორ შეიძლება ქვეყნის მსოფლიოს მთავარ დიქტატორს გავდეს. ეგ ხო ნონსენსია, ხო? გავაგრძელოთ ეს საკითხი თუ დაუბრუნდეთ ჩვენ თემას. მე მერჩენე რომ დაუბრუნდეთ და პოლიტიკურ ერთი თქვი პროტესტი, მეორე თქვი საერთაშორისო არაღიარება და ის სანქციები, რომლის ქვეშაც ქართული ოცნება არის და მესამე, ეს არის შეიძლება თქვენ ეს მოგწონთ ვიღაც არ მოწონს ვიღაც შეიძლება ეს არ მოგწონთ, როგორი არის ფორმა იმ წინააღმდეგობის მოძრაობის და იმ ერთობის, რომელიც ჩვენ შევგარეთ ხომ კოორდინაციის. მაგრამ ის ისეთია. შეხედეთ რატო ვიტყვი, კმედითი არის, იმიტომ რომ ისეთია როგორიც არის. ჩვენ აქ იმ მაგიდის გარშემო არ შევთანხმებულ ვართ ისეთ რაღაცეებზე, რომელზეც შეთანხმება ძნელია, რომელზეც შეთანხმება არ გამოდის, რომელზეც განსხვავებული აზრები არსებობს. ჩვენ არ ვატყუებთ ქართული ოცნებისგან განსხვავებით, რომელსაც მოატყუა თავის აღმორჩენლების უმრავლესობა, უთხრა რომ ღირსებით ევროპაში შევალო და მე უთხრა რომ 2028 წლამდე სანამ ჩემი მანდატი დამთავრდება, რომლის გამოც ხმა მომიწით, იქამდე მოლაპარაკებას არ გავხსნით, რომ მე რისი საფუძვლით აკეთებს მოლაპარაკებას, ან 28 წლის მერე ხელისუფლება როგორ გაიმყარა, იქ ცალკე საკითხავია. ოღონდ მაგან განსხვავებით ჩვენ ამორჩეულს ძლიერ საქართველოში არ ვატყუებთ. ძლიერ საქართველოში პირდაპირ ვეუბნებით. მათ შორის არა, მე ხო ჩემზე ვილაპარაკებ, მე ხო ის არა ვარ. რადგან გეტყვით, ნახეთ რატო? ხავტო, მაგრამ მე ხო პოლიტიკური ექსპერტი არა ვარ. არ არსებობს მაგათი იგივე თვითმმართველობის არჩევნებთან მიმართებაში ვინ მიიღებს და ვინ არ მიიღებს მონაწილეობას. ერთადერთი არის გვარამია, ახლები ვისაც ცხადად აქვს გაცხადებული რომ არ მიიღებს მონაწილეობას. გავიგე, შეხედეთ ოღონდ მე ხო ექსპერტი არ ვარ პოლიტიკური, აქ ხო ექსპერტად არ მომიწვიეთ. მე წარმოვიდგენ ლელოს ძლიერ საქართველოს. ჩვენი პარტია არ არის პატარა პარტია. ჩვენს უკან არის 200.000 ამომრჩეველი. შესაბამისად ჩვენ ანგარიშვალდებული ვართ ამ 200.000 ამომრჩეველთან, რომელთა უმრავლესობას როგორც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა უკიდურეს გაჭირვებაში არის. დღეს ნახავდით ალბათ ICT-ის კვლევა გამოვიდა, სადაც საქართველოს მოსახლეობის 56% ამბობს, რომ მოლოდინი აქვს, რომ ეკონომიკური კრიზისი იქნება და ფინანსური ამ ქვეყანაში. ანუ არასტაბილურობის განცდაა ქვეყანის უმრავლესობაში, ხედავთ. და ლელოს ამომრჩეველს, რომელიც ახლა თქვენ გვიყურებს და საქართველოს მოქალაქეებს, მე არ მოვატყუებ და ვეტყვი, რომ იმ მაგიდის გარშემო იმ საკითხებზე ვლაპარაკობთ, რომელზეც შეთანხმება შეიძლება. რა არის ეს საკითხები? საერთაშორისო წნეხის გაგრძელება და სანქციების მათ შორის გაგრძელება, მათ შორის იმ ადამიანების დასანქცირება, რომლებიც დღეს აბსოლუტურად უკანონოდ და პირუტყულად და არ მგონია რომ ვინმე მის გვეყურებს ახლა მოეწონა რაც იხილა დღეს დილით ოჯახებში შევარდნა და 7 წლის ბავშვები საბან წამოფარებული ბავშვი რომელსაც ვიღაცა გაურკვეველი ხალხი აშინებს, გვპირდებით რომ ეს ადამიანებიც აუცილებლად იქნებიან სანქციების ქვეშ, იმიტომ რომ ჩვენი მეგობრები ამას ესე არ გაატარებენ. ეს არის, შეხედეთ, ერთი საკითხი არის კოორდინაციის ეს საერთაშორისო წნეხის გაძლიერება, მეორე საკითხი კოორდინაციის ეს არის აქციების მხარდაჭერა და ამ აქციებზე ზრუნვა და მესამე საკითხი ეს არის მზადება ახალი საპარლამენტო არჩევნებისთვის და ზრუნვა პოლიტპარტნიორების გამოშვებაზე. ეს არის ამ კოორდინაციის საგანი. იყო მათ შორის, ბოდიში ამას დავამთავრებ აუცილებლად რომ აქ ორი აზრი არ დაჩეს, რომ რამეს ხელს არ ვაფარებ. იყო მათ შორის ამ კოორდინაციის საკითხი და ამას მარტო მე არ ვამბობ, ხო? ბატონ დიმიტრის კიტიშვილის გამოვიდა თქვა და დაადასტურა, რომ იმ მაგიდაზე შეთანხმების საგანი იყო მათ შორის ის, რომ ჩვენ არავინ არ მივიღებდით მონაწილეობას იმ ძალიან ბოროტ და უშნო პოლიტიკურ მასკარადში, რომელსაც ქალბატონი წულკიანი პარლამენტში აწყობს იმ კომისიის სახით, რომელი კომისიასაც უბრალოდ შინაარსი აზრი და არაფერი არ აქვს და ბატონ გახარია რო არ მისული გვაღებ ხო ხედავთ ამ კვირაში აღარავინ აღარ ვლაპარაკობს ამ კომისიაში. ლეგიტიმაცია არ მიუცია, თავი დაიზიანა პირველ რიგში იქ მისვლით და
ყურადღება მიაპყრო აბსოლუტურად არასაჭირო, თორე გახარიას მისვლა ქალბატონო მაკა. მოდით აი ეს საკითხიც მოკლედ ამოწურთ. გახარიას მისვლა ელთოს გენერალურ დინის ძალიან კარგად იცნობს და ძალიან ძიმე არის კონკრეტულ кейსებს, რომ ძალიან კარგად ვიცნობ და არ მესმის ძალიან ძიმე არის მსგავსი შეფასებების მოსმენა კონკრეტულ ადამიანებთან მიმართებაში თუნდაც. არა, შეხედეთ, მოდი გავყოთ ეს ორი რაღაცა მაშინ ერთმანეთისგან. როდესაც მასკარადში მონაწილეობენ ეს ადამიანები, ვინც მიდიან კომისიაზე. კულიკიანი აწყობს პოლიტიკურ მასკარადს და გეტყვით რა არის პოლიტიკური მასკარადი. როდესაც შენ ყავს შენს ხელისუფლებაში, ქალბატონ მაკა. შეხედეთ, ზურ ადეშვილი გაქცეულია ქვეყნიდან, ხო? თუ ამ საკითხზე გადავიდეთ, ეს აუცილებლად უნდა ვთქვათ რა. ხო გაქცეულია. მოკლედ თუ შეიძლება, კი ბატონო და ნახეთ გერმანიაში. ხო, მისი მოადგილე არის საქართველოში. კაცი, რომელიც მისი მოადგილე იყო. ბატონ გივი მიქანაძე, იცნობთ ალბათ. ბატონ გივი იყო ადეშვილის მოადგილე, მათ შორის მაშინ, როდესაც ციხის ბუნტი მოხდა. ბატონი გივი მიქანაძე რატო არ არის დაბარებული ამ კომისიაზე? რატო არ კითხავენ გივი მიქანაძეს? ანუ უნდა იყოს მიქანაძეს დაბარებული ამ კომისიაზე, ეს არის თქვენი პოზიცია. არა, ჩემი პოზიცია კი არ არის. თუ პოლიტიკური მასკარადი არ არის და თუ მართლა აინტერესებს წულგენს ვინ იყო დამნაშავე ციხის ბუნტში და მის ძალადობრივ ჩახშობაში. გივი მიქანაძეს რატო არ იბარებს იმ კომისიაზე? ლევან მურუსიძე, რომელიც იყო დამეთანხმებით ალბათ ხო, რომ სანდრო გერგულიანის საქმესთან დაკავშირებით სამართლიანი განაჩენი არ გამოსულა. მაშინ ხო დამეთანხმებით ქალბატონო მაკა ამაში. ხო ვერ მეტყვით საწინააღმდეგოს, ხო? ამის გამეორებას მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ საზოგადოებრივი მაუწყებლის მაყურებელს უთხრათ, რომ აი რატო არის არასწორი ის ყველაფერი, რასაც ულუკიანი აკეთებს. ლევან მურუსიძე დაიკითხა ამ კომისიაზე. ლევან მურუსიძე, რომელიც თავარი ფიგურანტი იყო, გასაგებია თქვენი პოზიცია, მათ შორის ლევან მურუსიძე უნდა დაიბარეს ამ კომისიაზე. მამუკა ხაზარაძე. ქალბატონო მაკა, შეხედეთ მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე და ზურა ჯაფარიძე, მაგალითად, ადამიანები, რომელსაც ერთი წუთი არც ერთი პოლიტიკური ან საჯარო თანამდებობა მაშინ არ ეკავა. თბილისისთან მიმართებაში ძალიან ბევრი შეკითხვა არსებობდა და ეს არნიშნავს იმას, რომ არავითარ კითხვას სასამართლო გადაწყვეტილი. ქალბატონო მაკა, შეხედეთ 13 წელია სასამართლო აქვს ქართულ ოცნებას, რომლიდანაც ვერც ხაზარაძეს და ვერც ჯაფარიძეს ვერაფერს ვერ დაუკვირდა იმის მიუხედავად, რომ დრო გადის თვითმმართველობის არჩევნებში. ამიტომ ეს მასკარადი. იქ რო გახარია მივიდა, მაგით თავის და დაიზიანა და ზედმეტ ყურადღება მიაპყრო ამ მართლა ძალიან ცუდ სანახაობას, რომელსაც ულუკიანი აპყრობს. თვითმმართველობის არჩევნებში. ეგ არ ნიშნავს, რომ მე ხვალ გახარიას არ დაველაპარაკები. იმერთობაში ისევ დაველაპარაკებით, ისევ ვისაუბრებთ იმ საკითხებზე, რომელიც გვაერთიანებს და ისევ არ ვისაუბრებთ იმ საკითხებზე, რომელიც გვშლის. მიიღებს თუ არა მონაწილეობას, თქვენი კოალიცია მიიღებს თუ არა მონაწილეობას თვითმმართველობაში? ჩვენი კოალიცია თulis რომ ეხლა არის მნიშვნელოვანი კონცენტრირება აი ამ სამ კომპონენტზე, რომელიც ჩამოგითვალეთ. ერთი ეს არის აქციების გაგრძელება, უფრო მყარი და ღონიერ ეტაპზე გადასვლა ამ აქციების, რაშიც გულისხმობ, რომ უფრო ფართო, უფრო მწვავე, უფრო მასშტაბიანი, ოღონდ რა თქმა უნდა, ცალსახად მშვიდობიანი, ეს ერთი მდგენელია, მეორე მდგენელი ეს არის საერთაშორისო არაღიარების გაგრძელება და სანქციების უფრო გაღრმავება და გამკაცრება და მესამე მდგენელი ეს არის ძლიერი პოლიტიკური ალტერნატივის ჩვენება ქართული ოცნებისათვის. ეს პოლიტიკური ალტერნატივა არის სხვადასხვაგვარი, ქალბატონო მაკა. ჩვენ ლელო ძლიერ საქართველოს თავაზობთ ისეთ პოლიტიკურ ალტერნატივას, როგორი პარტიაც ჩვენ ვართ და ჩვენი შემოთავაზებები გვაქვს და კიდევ ბევრი გვექნება. სხვა პარტიებიც გამოკვეთავენ თავის განსხვავებას. მთავარია, რომ ჩვენ მივიტანოთ ჩვენ ამომრჩევლამდე ყველამ საქართველოს მოსახლეობამდე, რომ გამოვამდე მდგომარეობა არ არის, რომ ის ალტერნატივა, რომელიც აქვს საქართველოს მოქალაქეებს ქართული ოცნების მიღმა, არის ბევრად უფრო კარგი, ბევრად უფრო სწორი ვიდრე ქართული ოცნება. მე ვსაუბრობ იმაზე, რაზე ვმუშაობთ ეხლა და რა არის მთავარი პოლიტიკური დღისწესრიგი. ხო და მათ მივდივარ. აი ეს სამი საკითხი და აი ეს მთავარი ამბები და მათ შორის აი ეს ამ სამ ამბავს მივყავართ სად? მივყავართ ახალ საპარლამენტო არჩევნებამდე და პოლიტიკური პატიმრების განთავისუფლებამდე. ეს არის ჩვენი მთავარი მიზანი. მთავარი მიზანი არის ეს. შესაბამისად, ყველა სხვა დამატებითი თემა, რომელიც ეხლა ველზე შემოაქვს, მათ შორის ივანიშვილს იქ რაღაცა ჯერ პარტიების გაუქმების დაპირებით და მე ამ გაუქმების უკან წაღებით და აი ამ რაღაცა ძალიან არასასიამოვნო საყურებელი მასკარადისთვის კიდევ ერთხელ ვიმეორებ იმ მოსახლეობისთვის, როგორ არ ვცემთ მივდივარ მაგ პასუხამდე, იმ მოსახლეობისთვის, რომელსაც დღეს ძალიან უჭირს, ხო, ძალიან უჭირს. ეს არის თემა, რომელიც ეხა ივანიშვილს შემოაქვს იმისთვის, რომ დისონანსი გამოიწვიოს პოლიტიკურ პროცესში. ამიტომ ჩვენ ამაზე არ ვლაპარაკობთ. ჩვენთვის ეხა არ არის მომენტი, როცა თვითმმართველობის არჩევნებზე ლაპარაკი არის რელევანტური. ან საინტერესო, საერთოდ არ ვლაპარაკობთ ამაზე, გადაწყვეტილებაც არ აქვს. და ჩვენთვის მნიშვნელოვანი ეხა არის, რომ კონცენტრირდეთ იმაზე, რომ ახალი საპარლამენტო არჩევნები ჩაინიშნოს და პოლიტიკური პატიმრები გამოუშვან საპატიმროებიდან. ეხა გვიყურებენ ადამიანები, რომელსაც არ იციან ქალბატონ მაგარ ისთვის ზიან იმ საპატიმროებში, იმიტომ რომ საქმეს არსებითი მასალა
არსებობს და არსებითად რაზე არის ხალხი იქ და როგორ არის ერთმანეთთან დაკავშირებული, არავინ არაფერი არ იცის. ამიტომ ჩვენ ამაზე ვართ ახლა კონცენტრირებული. ჩვენ ვართ კონცენტრირებული იმაზე, რომ მეტი ადამიანი, რომელიც ახლა ტელევიზორში გვიყურებს, გავააქტიუროთ და აქტიურ პროტესტში ჩავთოთ, იმიტომ რომ საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა დღეს ძალიან მძიმე ვითარებაშია. ყოველი მესამე ქართველი არის სოციალურად დაუცველი, ყოველი სხვა მესამე ქართველი დახმარებას იღებს უცხოეთიდან ჩვენი ემიგრაციის საფუძველზე და ქაუტონ მაგა მილიონზე მეტი ადამიანი წავიდა ამ ქვეყნიდან ემიგრაციაში 10 წლის მანძილზე და ამ ქვეყნიდან არ გარბიან ადამიანები. მადლობა თქვენ ამ შესაძლებლობისთვის. პარტია ლელოს პოლიცია წევრი თაზო დათუნაშვილი საუბრო პასუხობდა ჩვენ შეკითხვებს და